მკურნალობის ეს კატეგორია ფოკუსირებულია ზოგად ფიზიკურ მდგომარეობაზე და კონკრეტულ აქტივობებზე. ვარჯიშები აძლიერებენ კუნთებს ხერხემლის ართროზული სახსრების ირგვლივ და ამით ზრდიან ამ სახსრების მობილობას და ამავე დროს ადეკვატურად იცავენ დაავადებულ სახსრებს მათი შემდგომი დაზიანებებისაგან. სასარგებლო ტექნიკაა ხმელეთზე და ასევე წყალში ჩატარებულ აღდგენითი თერაპია და ვარჯიში. ართრიტის მქონე ბევრ ადამიანს შეუმსუბუქდა სიმპტომები აღდგენითი თერაპიის და ვარჯიშის საშუალებით. ფაქტობრივად ვარჯიში ითვლება ყველაზე ეფექტურ არამედიკამენტოზურ მკურნალობად ტკივილის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად ოსტეოართრიტის მქონე ადამიანებისთვის. ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებმა სწორად უნდა შეასრულონ ვარჯიშები სახსრების ტკივილის აცილების მიზნით. სპეციფიკური ვარჯიშები ხელს უწყობს სახსრების ირგვლივ კუნთების გაძლიერებას, სახსრებიდან გარკვეული დატვირთვის მოხსნას, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას და ამცირებს სახსრების შებოჭილობასა და ტკივილს. დადასტურებულია, რომ წელის და კისრის ტკივილი აფერხებს გამშლელი კუნთების ფუნქციას და, შესაბამისად, ვარჯიშები უნდა იყოს ორიენტირებული ამ კონკრეტულ კუნთებზე. რეგულარულ ვარჯიშს ასევე აქვს მრავალი დამატებითი უპირატესობები, რადგან ის ჩვეულებრივ აუმჯობესებს განწყობას, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციას, ეხმარება ინდივიდებს შეინარჩუნონ შესაბამისი წონა, ხელს უწყობს გამძლეობას, უზრუნველყოფს მეტ ენერგიას, აუმჯობესებს ძილს და შეუძლია დეპრესიის შემცირებაც კი. იმის დასადგენად რამდენი და რა სახის ვარჯიშები უნდა შეასრულოს, პაციენტი შეიძლება გადამისამართდეს ფიზიოთერაპევტთან ან რეაბილიტოლოგთან. ვარჯიშების სწორად შესრულების შესწავლის მიზნით პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სათანადოდ მომზადებულ ფიზიოთერაპევტთან მუშაობა. ზოგადად ხერხემლის ოსტეოართრიტით გამოწვეული ტკივილის დროს პაციენტს შეუძლია სარგებლის მიღება შემდეგი კატეგორიის ვარჯიშებით ან მათი კომბინაციით. კისრის და წელის ვარჯიშები კუნთების გასაძლიერებლად. დაბალი ზემოქმედების აერობული აქტივობები. ვარჯიშები მოძრაობის დიაპაზონის გასაუმჯობესებლად. ეს ვარჯიშები ეხმარება ხერხემალს ძალისა და მოქნილობის შენარჩუნებაში. მომატებული კუნთების ძალა ამყარებს ართრიტულ სახსრებს და იცავს მათ ზედმეტ სტრესისგან. წინააღმდეგობისა და წონითი ტრენაჟორების გარდა ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას იაფი მოწყობილობები, როგორებიცაა სავარჯიშო ელასტიკური ზორტები. ამ ტიპის ვარჯიშები ხელს უწყობენ ფილტვების და სისხლის მიმოქცევის სისტემების სიჯანსაღეს, ასევე წონის კონტროლს. პოპულარული აქტივობებია სიარული, სტაციონარული ველოტრენაჟორის გამოყენება და წყალში ვარჯიშები. ისინი არ ახდენენ ზედმეტ დატვირთვას ხერხემალზე. ეს ვარჯიშები ორიენტირებულია ხერხემლის სახსრების მოქნილობის შენარჩუნებაზე, შებოჭილობის შემცირებასა და წელის ნორმალური მოძრაობის შენარჩუნებაზე. ეს შეიძლება იყოს გვერდით, წინ და უკან მოხრა. პაციენტებმა აუცილებლად უნდა მოითხოვან განმარტებები ვარჯიშის შესახებ, როდესაც ხერხემლის მოძრავი სეგმენტი მტკივნეულია. როდესაც პაციენტებს აწუხებთ ტკივილი, შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალური ტკივილგამოყუჩებელი მეთოდების გამოყენება, რაც დაეხმარება მათ ვარჯიშების უსაფრთხო შესრულებაში. მაგალითად, მათ შეიძლება დაგხმაროთ ტკივილგამოყუჩებელი საშუალებები, როგორიცაა ანალგეტიკები ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც მიიღება ვარჯიშამდე 1 საათით ადრე. ადგილობრივი სითბოს გამოყენება ვარჯიშამდე და ცივი კომპრესი ვარჯიშის შემდეგ აადვილებს ვარჯიშს და ამსუბუქებს ტკივილის და ანთებას. არსებობს ვარჯიშებისა და აქტივობების ფართო არჩევანი, რომელიც ხერხემლის ართრიტის მქონე ბევრ ადამიანს სათანადოდ და სასიამოვნოდ მიაჩნია. ცურვა ძალიან კარგია ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებისთვის, რადგან ის საშუალებას აძლევს მათი ვარჯიშონ სახსრებზე მინიმალური დატვირთით და ნაკლები ტკივილით. გარდა ცურვისა, შეიძლება სასარგებლო იყოს წყალში შესრულებული ვარჯიში, რადგან წყალი ამცირებს სხეულის წონის გავლენას ხერხემალზე. ეს ამცირებს ხერხემლის სახსრების გაღიზიანებას და შესაძლო ტრავმის რისკს, რომელიც შეიძლება მიღებული იყოს ვარჯიშის დროს გაუთვალისწინებელი მოძრაობებით. კუნთების გასაძლიერებლად და ამით დაღლილობის შესამცირებლად აუცილებელია წინააღმდეგობის ვარჯიშების ჩატარება. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტის კუნთები უნდა დაიტვირთონ უფრო მძიმედ, არა უფრო სწრაფად ან ხანგრძლივად, ვიდრე ჩვეულებრივ ყოველდღიური აქტივობის დროს.
ოსტეოართრიტის მქონე ბევრი ადამიანი თვლის, რომ სავარჯიშო პროგრამა შეიძლება შეიცავდეს გოლფის თამაშსაც კი. ზოგიერთები თვლიან, რომ იოგასთან დაკავშირებული მსუბუქი გაჩიმა და მედიტაცია შეიძლება საკმაოდ სასარგებლო იყოს, შეამსუბუქოს ტკივილი და ხელი შეუწყოს სახსრების მოქნილობის შენარჩუნებას ხერხემლის ზედმეტი დატვირთვის ან დაძაბვის გარეშე. პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან აკვათერაპიის, იოგის ან ნებისმიერი სხვა სავარჯიშო პროგრამის დაწყებამდე და ასევე მონაწილეობა მიიღონ იმ პროგრამებში, რომლებსაც ატარებენ სათანადოდ მომზადებული პროფესიონალები.